საშობაო ეპისტოლე უწმინდესისა და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მცხეთა თბილისის მთავარ ეპისკოპოსის ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია მეორეს იშვა ყრმა მოგვეცა ძე და სახელი მისი ღმერთი ძლიერი ხელმწიფე თავარი მშვიდობისა მამა მერმეთა მათ საუკუნეთა ყოვლად სამღვდელო მღვდელმთავარნო ღირსნო მოძღვარნო დიაკონნო ბერმონაზონნო საერო დასნო საყვარელნო დანო და ძმანო მკვიდრნო საქართველოისა და მის ფარგლებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო დღეს ბეთლემიცათა მობაძა ვიქნა ვარსკვლავთა წილანგელოს ნიხქონან მაქებელად და სამყაროს ეფინება საოცარი საგალობელი დიდება მაღალთა შინა ღმერთსა და ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება ყოველნო ერნო აღიპყრენით ხელნი თქვენი და ღაღადებდით ღმრთისა მიმართ ხმითა სიხარულისათა რამე თუ ქრისტე იშვა და ევა მწუხარებისაგან იხსნა ქრისტე იშვა და ქვეყანა აღეშენა ქრისტე იშვა და ერი განმხიარულდა ღვთის განცხადების ამ დიად დღეს გავიხსენოთ კაცობრიობის თავდაპირველი ისტორიაც ჩვენს წინაპრებს ადამს და ევას ედემში ღმერთთან უშუალო კავშირი ჰქონდათ და უფლისმიერი მადლით კიდევ უფრო წარემატებოდნენ შემოქმედისგან ისინი გამსჭვალული იყვნენ საოცარი სიყვარულით და ამ სიყვარულს თვითონაც გასცემდნენ რაც თანხმობასა და ნეტარებაში მათ მკვიდრობას განაპირობებდა აკრძალული ნაყოფის მიღებამ არსებული სრულყოფილი ჰარმონიის რღვევა გამოიწვია რადგან ეს არ იყო უბრალო ქმედება იგი იყო გამოვლინება იმისა რომ რეალურად ადამმა და ევამ უარი თქვეს საღმრთო წესრიგზე ბოროტი ძალისაგან შთაგონებულ ამპარტავნებას პატივმოყვარეობას და შჭურს დაემონენ და კეთილისაგან უკეთურისაკენ მიიდრიკნენ ასე შემოვიდა ცოდვა და ცოდვასთან ერთად სიკვდილი ასე დაეცა ადამიანური ბუნება ადამთან ერთად დაეცა მისი განმგებლობისა და პასუხისმგებლობის ქვეშ მყოფი მთელი ხილული სამყარო სულიწმნის მადლი პირველ მშობლებს განეშორა რადგან აღარ ჰქონდათ მისი დატევრის უნარი შედეგად კი დადგა ხორციელი და რაც მთავარია სულიერი სიკვდილი მადლისაგან განძარცულ პირველ მშობელთა ბუნება ხრწნას დაექვემდებარა ამასთან მათ დაეკარგა ჭეშმარიტი თავისუფლების განცდა და დაუმახინჯდათ როგორც გარემოს ისე ღმერთის აღქმა გავკუღმართებული აზროვნების გამო კი მათში გაბატონდა ხორციელი ცნობიერება სიკეთის მოკლებით გაჩენილ ცოდვათა ერთობლიობა არის ადამიანის ბუნების დასემული მდგომარეობა რომელსაც შედეგად მოჰყვა სიკვდილი ყოველივე ეს კი ათასწლეულების მანძილზე იმემკვიდრა კაცთა მოდგმამ ხოლო მშობელი ძე ღმრთისა 20 საუკუნის წინ მოევლინა სამყაროს უჟა მოიგი ჟამიერ იქმნა და უსაბამოს დასაბამი დაედო უხილავი ღმერთი ბაგაში მწოლ ჩვილყრმა წარუდგა სოფელს რათა მარადიული სიკვდილისათვის განწირული ადამიანის მოდგმა თავის მხელბლად გაღებით გამოეხსნა და ცოდვათა აღხოცვით ჩვენთვის დაკარგული მადლის მიერი ძეობა დაებრუნებინა ეჰა დიდებული და საკვირველი საიდუმლო ეჰა შესაძრწუნებელი სალხინებელი იესო ქრისტემ დაცემული კაცობრივი ბუნება თავის ღვთაებრივ პიროვნებაში შეურენელად შეიერთა განაახლა სამების წიაღში ზესა დაიყვანა
და საღვთო დიდებით განაბრწყინვა. თუ პირველ მშობელთაგან მემკვიდრეობით მივიღეთ ხრწნილება და სიკვდილი, ახალ ადამიანში, ქრისტეში, ყოველმა ადამიანმა ცოდვისგან სრული გათავისუფლების მადლი მიიღო. ამისთვის კი პირველ რიგში აუცილებელია ყოვლადწმინდა სამებისადმი ჭეშმარიტი რწმენით ნათლობა, აღმსარებლობა იმისა, რომ იესო ქრისტე არის ბუნებითი ღმერთი, ყოვლადწმინდა სამების მეორე იპოსტასი, ხსნელი და მაცხოვარი სულთა ჩვენთან. ნათლობა არის მეორე ადამის, ქრისტეს წიაღში ჩვენი სულიერი შობა, რომლის დროსაც გვენიჭება სულიწმინდის ბეჭედი. ის ცხოველმყოფელი მადლი, რაც დავკარგეთ სამოთხეში და ამასთან გვენიჭება უნარი მარადიული ნეტარი ცხოვრების მოპოვებისა. ახალი ადამიანის შობით კაცობრიობა ერთმანეთისაგან არსებითად განსხვავებულ ორ ნაწილად გაიყო და დაიწყო სრულიად ახალი ერა. თუ პირველმა ადამმა და მისმა მოდგმამ ჩადენილი ცოდვის გამო დიდი სინანულის მიუხედავად ვერ შეძლო დანაშაულის გამოსყიდვა, ახალი ადამიანის განხორციელების შედეგად მრავალჯერადი შეცოდების შემთხვევაშიც ქრისტიანს ვიდრე ხორციელ აღსასრულამდე ჭეშმარიტი სინანულით, აღსარებითა და ზიარებით ყოველთვის შეუძლია ნათლობით მიღებულ მადლთან და სულიერ მდგომარეობასთან დაბრუნება. უნდა ვიცოდეთ ისიც, რომ ნათლობა არის მხოლოდ დასაწყისი ჩვენი განღმრთობისა. შემდგომი წინსვლა კი ჩვენი პირადი ღვაწლით და ეკლესიური ცხოვრებით უნდა განხორციელდეს. ქრისტეს შობა კაცობრიობისათვის უდიდესი დღესასწაულია, რასაც სრულად ვეზიარებით, როდესაც ნათლისღების გზით ახლად ვიშვებით ქრისტეში. ამიტომაც არის, რომ შობის დღესასწაულს უშუალოდ მოჰყვება ნათლისღების დღესასწაული, რომელიც განუყოფლად არის მასთან დაკავშირებული. ნათლობით მიღებული მადლი არის უდიდესი საბოძვარი, რომელსაც სრულად ვერც ვაცნობიერებ. ეს განსაკუთრებით ითქმის ძველი აღთქმიდან ახალი აღთქმის წიაღში მოქცეულებზე, რომლებიც პირველ ნაბიჯებს დგამენ რწმენის გზაზე და მათზეც, რომელნი დიდი ხნის წინ მოინათლნენ, მაგრამ ცოდვის მრავალგვარობას ხშირად ვერ აცნობიერებენ, რამ თუ მხოლოდ პირადი შეხედულებებით და ამქვეყნიური კანონებით განსჯია. აუცილებელი კი არ არის წმინდა წერილში განცხადებული მცნებებისა და სწავლებების გათავისება, რათა სულიერი თვალი აგვეხილოს და ავის და კარგის, ცოდვის და მადლის გარჩევა ვისწავლოთ. საღვთოსნეობა იმდენად მაღალია, რომ მას თვით ყველაზე დახვეწილი და რაციონალური სახელმწიფოს კანონებიც კი ვერ შეედრება. სახელმწიფო კანონი დანაშაულად არ მიიჩნევა მაგალითად პატივმოყვარეობა, დიდების მოყვარეობა, განკითხვა, მრისხანება, შური, ამპარტავნება, ეგოიზმი, შიში, ტრობა, სიძულვილი. ვიდრე მათი გამოვლინებები სერიოზულად არ დააზარალებს სხვას. უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ კი განგვიცხადა, რომ ცოდვა ითვლება არა მარტო არასწორი საქციელი, არამედ მოყვასის მიმართ სიყვარულისა და კეთილგანწყობის არქონა. უკეთური ფიქრით და ბოროტი გულითქმას კი და მოგვაწოდა, რომ ნებისმიერი ცოდვა დასაწყისშივე ანუ გონებასა და გულში გაჩენისთანავე აღმოფხვრა, რათა იგი ქმედად არ იქცეს და მისგან თავი დაღწევა არ გაგვიძნელდეს. როგორც საღვთო, ისე სახელმწიფო კანონები, რა თქმა უნდა, ზრუნავს ადამიანზე, მაგრამ მათში განსხვავებულობას წარმოშობს პიროვნების აღქმა და მასთან დაკავშირებული ხედვის პერსპექტივები. ეს განსაკუთრებით ითქმის ისეთ ქვეყნებზე, სადაც ზოგიერთი სახელმწიფო კანონი ეწინააღმდეგება ზნეობრივ ნორმებს და მცდელობები აქვს ცოდვა ოფიციალურად ნებადართული გახადო. პარალელურად ხდება ისიც, რომ ტელევიზია, მასმედია, სოციალური ქსელები ამა თუ იმ უწესობას ხშირად მიმზიდველად და საინტერესოდ გვისახავენ და ხელს უწყობენ მათ პროპაგანდას.
სამოთხეში დაწყებული ისტორია ცოდვის კეთილად წარმოჩენისა და შეთავაზებისა გრძელდება. აკრძალული ნაყოფი ადამიანს კვლავაც მიმზიდველად ეჩვენება, ისევე როგორც სამოთხეში იყო საჭმელადის ხე, თვალწარმტაცი და საამური სანახავად. რა თქმა უნდა, გულდასაწყვეტია, რომ მაშინ, როდესაც ამდენი ხანია ქრისტე ჩვენს განსაკუთრებულად მოვიდა, დღესაც მსოფლიოს მნიშვნელოვანი ნაწილი კვლავ ურწმუნოების ცოდვაშია. ეს გასაკვირი არც არის, რადგან ჭეშმარიტ სარწმუნოებას ყოველ დროში, ხოლო ჭეშმარიტი ღვთისნების აღმასრულებელი ადამიანები ინარჩუნებდნენ. ეს რჩეული სამყსო არის პიროვნულ მაღალ ღირსებათა მაღიარებელი კრებული, იმ პირთა ერთობა, რომელთათვისაც ღმერთი მარტო ძალა კი არ არის, რომელიც ძველად თქმაში ზოგჯერ ცეცხლის, გრიგალის, ღრუბლის, გურგვინავი ხმის სახით ეცხადებოდა, არამედ ბეთლემ შობილი ემმანუილი, რაც ნიშნავს ჩვენთან არის ღმერთი, მეორე პირი ყოვლადწმიდა სამებისა, რომელმაც წინ სწორედ პიროვნული ღირსებები წამოწია დაგვანახა რა, რომ ნებისმიერი ჩვენგანი უნიკალურია, განუმეორებელია, ხატია უფლისა და სულიწმინდის მადლისმიერი ძეობის აღდგენა ძალუს. პიროვნება ასეთ სიმაღლეზე არასოდეს არავის აუყვანია. მათხოვარმა ჩვენმა ყველა ადამიანური ტკივილი, თვით ჯვარცმით სიკვდილიც, კაცობრივი ბუნებით ჭეშმარიტად განიცადა, რათა მწუხარებაში მყოფ ნებისმიერ ჩვენგანს ჰყავდეს მისი სალმობის თანამოზიარე უფალი, რომელიც ღვთაებრივი სიყვარულით და სიხარულით აღავსებს ყველას. დღეს ამუშეულო სიხარულის დღეა. დღეს განსაკუთრებით ხარობენ ბავშვები, რადგან უფალი მათ მსგავსად ჩვილად მოევლინა სამყაროს. დღეს ხარობენ დედები, რადგან დედამ, ახალმა ევამ, ახალი ადამი, ღმერთი შვა. მიუხედავად მრავალსაუკუნოვანი განსაცდელისა და ათასგვარი ჭირვარამისა, უფლის შეწამითა და ღვთისმშობლის მეოხებით, საქართველო კვლავაც ქრისტეს გზას ერთგულად მისდევს და შობის მახარობელია. ერთსულოვნებით გამძლიერდეთ ქართველნო, ოცნო, აფხაზნო, ბერძენნო, რუსნო, უკრაინელნო, ებრაელნო, ასირიელნო, უდინნო, სომეხნო, აზერბაიჯანელნო, ქურთნო, ქისტნო, ლეკნო, ჩერქეზნო და ღვთივკურთხეული ჩვენი მიწის ყოველნო მკვიდრნო უფალი ჩვენთან არის. რა თქმა უნდა, მე ვიცი როგორ უჭირს ჩვენს ხალხს რამდენი განსაცდელი და ტკივილითაა სავსე ღვთისმსოფელი, მაგრამ წამს ისიც, რომ მიუხედავად მრავალი სიმძიმისა და დაბრკოლებისა, ჩვენიერი ღირსეულად გაივლის გოლგოთის გზას და უფალთან ერთად აღდგება და განიხარებს. მამანო და დედანო, დანო და ძმანო, უხუცესნო და ყრმანო, უძლურნო და სნეულნო, საპყრობილესა და საავადმყოფოში მყოფნო, ქრისტე იშვა, წყემსი და მოგვნი ღამის ყრიაში ვარსკვლავის შუქზე მიიჩქარიან ბეთლემის გამოქვაბულისაკენ და ეჩვენს ანთებული სანთლებით მათთან ერთად რწმენით მივიახლოთ ახალშობილ ყრმას და ოქროს, გუნდრუკისა და მურის ნათლად მივართვათ მონანული, მოსიყვარულე, მადლიერებით სავსე გული, რათა ჩვენშიც იშვას ყრმა ახალი პირველ საუკუნეთა ღმერთი. ღმერთი წყალობისა, მოწყალებისა, ღმერთის სიყვარულისა და მშვიდობისა იყოს თქვენთან, ამინ. სიყვარულით თქვენთვის მლოცველი ილია მეორე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, შობა ქრისტესი, თბილისი, 2016-2017 წლები. ჩვენთან არის ღმერთი.
ყველას გილოცავთ ქრისტეს შობის დღესასწაულს. დღეს სადა ქვეყანა გამთლიანდა და სადა ქვეყანა უგალობს უფალსა, დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცსა შორის სათნოება. დიდება უნდა შევსწიროთ უფალს, რომ ქვეყანასა ზედა მშვიდობა იყოს. სარწმუნოება, სიყვარული და სასვეება გადაარჩევს კაცობრიობას. სიკეთე და სიყვარული გადაგვარჩევს ჩვენ. ადამიანთა შორის სათნოება მხოლოდ ღვთის დიდების შედეგია. ყოველმა ადამიანმა უნდა გაამზადოს თავისი გული, როგორც ბაგა, როგორც ბეთლემის ბაგა, რომ ადამიანის გულში იშვას ქრისტე. ქრისტეს შობის დღესასწაული არის განსაკუთრებული. ისე შეიყვარა მამაზეციერმა ადამიანი, რომ მისცა ძეთვისი მხოლოდ შობილი, რომელმაც იხსნა კაცობრიობა, გვიხსნა ჩვენ ცოდვებისაგან. მე კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს. ღმერთი იყოს თქვენი მფარველი და საქართველოს მფარველი და მსოფლიოს მფარველი. ჩვენთან არის ღმერთი. დღენი ზეგდელობით, წინამძღოლობით და ლოცვით. ამინ.